საერთოდ ვერ ხვდები რისთვის ვისჯებით ეს ამდენი სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი, ანუ ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით, რუსეთი რო არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით, პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ პასუხობთ მაგისთვის ვისჯებით, ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჯებით. ანუ თქვენ თვითონაც ალბათ გეცინებათ ხოლმე, როდესაც პროკურორის მოტანილ ვითომ არგუმენტებს და მტკიცებულებებს ხედავთ. ანუ 4-დან 6 წლით თავისუფლების აღკვეცას ურჩით ადამიანებს ქვის და ბოთლის ან მაგალითად დამგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის, ჰაერში აგდებისთვის. ცირკში არასდროს ანუ 6 წლის მერე ცირკში არ ყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა აქ ყოფნა. და ბოლოს იმას ვიტყოდი, რომ დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის და მამი გილოცავ და ბოდიში რომ ამ უსამშობლო და არაპატრიოტი, სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო აქ მოგიწია დღეს